დილა მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, თქვენ ელოდებით ფრაზას, რომელთაც ყოველთვის ვიწყებ გადაცემას. ფრაზა, რომელიც გამოხატავს ჩვენი გადაცემის კონცეფციას და გამოხატავს ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მთავარ სათქმელთან. დიახ, მე არ გაგიცუდებთ მოლოდინს და აუცილებლად დავიწყებ სწორედ ამ ფრაზით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. და შევთანხმდით, რომ ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. მაგრამ მხოლოდ ეს სამი წახნაგია საკმარისი. მოდით გავიხსენოთ სხვა წახნაგებიც. და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ თანამედროვე გაგებით ჯანმრთელობა კიდევ უფრო სუყე გაგების არის, კიდევ უფრო მსუყე აღქმის არის, რადგან გარდა ჩამოთვლილი სამი წახნაგისა, მას ასევე აღმოაჩნდა ემოციური მდგენელი, აუცილებლად გასათვალისწინებელი, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ანუ ვინ ვართ ჩვენ და როგორია ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა და არ უნდა დაგვავიწყდეს გარემო. სწორედ ეს წახნაგები განსაზღვრავს ჩვენი კეთილდღეობის სახესაც და კეთილდღეობის წახნაგებიც სწორედ ჯანმრთელობის ამსახველია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს კეთილდღეობაზე ჯანმრთელობისთვის. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დანართები, როდესაც გარემოს არა უბრალოდ ზოგადად ვახსენებთ, არამედ დავაკონკრეტებთ სხვადასხვა ამოცანის შესაბამისად და ვიტყვით მაგალითად სამუშაო გარემოს ჯანმრთელობაზე. სწორედ ისე, როგორც 8 წახნაგიანი განმარტება გვეუბნება ჯანმრთელობისა, სადაც ეკონომიკურ ჯანმრთელობასთან ერთად დიახ, ჩვენი სამუშაო გარემოს ჯანმრთელობაც არის ნაგულისხმევი. მიუხედავად იმისა, რამდენ წახნაგიანი იქნება ჩვენი ჯანმრთელობა, რა კომპონენტებს განვიხილავთ დღეგრძელობისათვის აუცილებლად, ან რა ინდიკატორებს გამოვიყენებთ ჩვენი ცხოვრების ხარისხის დასახასიათებლად, ჩვენ ვლაპარაკობთ აუცილებლად ადამიანის სიცოცხლეზე და ყველა იმ კომპონენტზე, ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც ადამიანის გარემოს ქმნის, ცოცხალ და არაცოცხალ გარემოს. გარემოს, რომელიც გვცვლის ჩვენ და გარემოს, რომელსაც ჩვენ ვცვლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა მაშინ, როდესაც კონკრეტულ დიაგნოზზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენს გარემოს შეიძლება გადამწყვეტი როლი ჰქონდეს. მაგალითად, მაშინ, როდესაც ქრონიკული დაავადება გვაქვს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დაავადებასთან თანაცხოვრებას და შესაბამისად თანაცხოვრებას იმ გარემოსთან, რომელიც ჩვენი ან მხარდამჭერია, ან პირიქით შეიძლება ტვირთად გვექცეს. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი შვებაა და რამდენად მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელიც დიაგნოზის დაძლევაში, დიაგნოზთან გამკლავებაში, ან დიაგნოზთან თანაცხოვრებაში გვეხმარება. დღეს სწორედ აი ამ ჭრილში გვინდა აღვიქვათ დიაგნოზი, რომელიც ჩვენი კონკრეტული პროექტის ნაწილია. მე დავამარცხე კიბო, ასე ქვია ამ რუბრიკას და დღეს შორენა ლაბაძე წარმოგიდგენთ მორიგ სიუჟეტს ამ ციკლიდან. საკლის დაავადება სიმსივნეს თუ დაემართა, უკვე დაგვიანებულია. სანამ დაემართება, მანამდე უნდა გაიგო და პრევენციულად უნდა როგორც ჩემი ჯანმრთელობის შემთხვევაში იყო კონკრეტულად. აი ეს. მე ვარ გურამ ნაკაშიძე, 69 წლის, ყავს მეუღლე, 3 შვილი და 8 შვილიშვილი. ორი უმაღლესი დავამთავრე ახალგაზრდობაში 9 წელიწადში. სკოლაში მუშაობდი ფიზიკულტურის მასწავლებლად, მერე პოლიციის უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. სიბერეში გადავწყვიტე სოფლის მეურნეობაზე მომეკიდა ხელი და სუფთა აერი მესუნთქა და ნატურალური ყველაფერი გქონოდა და გავაშენე კაკლის ბაღი. დედოფლის წყაროს, რაიონის სოფელ სამთაწყაროში 83 ჰექტარზე
მუშაობდით მთელი ოჯახი ესპანეთში. კარგი სავალი გეცით. სავალდებულოსავით არის წელიწადში ერთხელ სრული კომპლექსური შემოწმება. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მქონდა ავთვისებიანი სივსივი, პროსტატის ადენოკარცინომა. გავიკეთე ოპერაცია, დავდექი ფეხზე. ყოველწლიურად მიტარდება კომპლექსური შემოწმება, ჩავდივარ ესპანეთში, რა თქმა უნდა შოკია. და ძალიან დიდი შოკია. ოჯახში ატყდა წივილკივილი. მე ყველას ვამშვიდებდი, ვიცინოდი, აბა პროსი შვილი ახლა სტუდენტია მადრიდის უნივერსიტეტში სწავლობს. ჩამოვიდა აქაურ ნათესავებთან ვერ ააწყო კონტაქტი. ტირილით ამოვიდა სახლში, ვიფიქრეთ ოჯახში და გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება. რაღაც შემოსავლის წყარო რომ მქონოდათ ვიფიქრე რაღაცას გავუკეთებ და აი ეს საქმე ვიცოდი კარგად. იქ ჩემ მეგობარს აქვს ესპანეთში კაკლის ბაღი. ეკვირაობით ავდიოდი ხოლმე, თან ვეხმარებოდი, თან ვქეიფობდით და თან ვსწავლობდი. შევხედე ეს კლიმატური პირობები დაახლოებით ერთნაირია და შეიძლებოდა აქაც ამის გაშენება 1500-დან 1800 ტონამდე მოსავალი მოგვყავს. სანამ დავიწყებდი, აი ნახესა დიზერტაციო ნაშრომები, სახელმძღვანელოები, ეს ჯერ შევისწავლე კარგად, გავეცანი და მერე დავიწყე ეს საქმე. იმხელა мотиваცია მომემატა, რომ ვინაიდან მე გადავრჩი, ფეხზე დავდექი და ისა ერთი დიდი საქმე უნდა გავაკეთო ოფლისადიდებლად, რომ უფალმა სიცოცხლე მაჩუქა მეთქი და წამოვიწყე ეს საქმე. ისე რომ ოჯახისთვისაც კარგი ყოფილიყო, ხალხისთვისაც, სოფლისთვისაც და ამ უკაცრიელ ადგილას აი არავის არ ჯეროდა რომ აქ თუ რამის გაკეთება შეიძლებოდა აი სულ ჯაგნარით იყო დაფარული იმის შეგრძნება რომ სიკვდილს გადაურჩი მორმაგზალას კმატებს რო ჩაბარდე და ჩაიქნიო ხელი ვაიმე რა მეშველება შეიძლება ჯამთელი კაცისავად გახდე აქ თავარია აი ფსიქოლოგიური მომენტი უფლისება ყველაფერი შენი ვაკეთე და აკეთე კარგად ყველაფერი რასაც ჭამთ გვაქვს ჩვენი გვაქვს ტბორი ახალი თევზი გვაქვს სათბური დილის 5 საათზე გამოვდივართ რომლის სანამ სიცხე დააჭერს 10 საათზე უკვე ყველაფერი მოთავებული გვაქვს და ვისვენებთ ცოცხლები ჭირდებით რომ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი საქართველოს უნდა აშენდეს უნდა აყვავდეს უნდა გაძლიერდეს ისე რომ აი ესპანელები ჩამოდიოდნენ აქ სამუშაოდ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქრონიკულ დიაგნოზზე, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლის საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დიაგნოზთან ერთად არის გასავლელი. და ჩვენ ასეთ შემთხვევაში საუბრობთ დაავადებასთან თანაცხოვრებაზე. ჩვენ საუბრობთ დიაგნოზთან თანაცხოვრებაზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს ინფორმირებას, ცოდნას, გაცნობიერებას თუ რა პრობლემასთან ერთად გვიწევს ცხოვრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე რეალობაში ქრონიკული პრობლემების მართვის თავისებურება და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მართვაზე, არა განკურნებაზე, არა დამარცხებაზე, არამედ სწორედაც რომ თანაცხოვრებაზე. მაშინ მნიშვნელოვანია როგორ მიდგომას ვირჩევთ. ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად თუ ჩვენი ნათქვამი, ჩვენი გადაწყვეტილებები მიზანმიმართულად ერთ ადამიანს ემსახურება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ცხოვრების ხარისხს. დღეს სწორედ ასეთი წახნაგით გვინდა დავინახოთ პრობლემები და დავინახოთ სწორედ ონკოლოგიური დაავადებების ჭრილში. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ონკოლოგი, პროფესორი ბატონი ივანე კილაძე. დილამშვიდობის ევანო. მოგესალმებით. ძალიან დიდი ხანია თქვენ მეგობრობთ და თანამშრომლობთ ჩვენთან და ძალიან ვაფასებთ ჩვენ ამ ურთიერთობას, მით უფრო რომ გვაქვს საშუალება სხვადასხვა თემაზე, მტკიცებითი მედიცინის უახლესი მიღწევების ჭრილში ინფორმაცია არა მარტო ჩვენ განვიხილოთ, არამედ გაუზიაროთ ეს ფართო საზოგადოებას. თუმცა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი ექიმებმა თავარ სათქმელზე, რომ ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ არა დაავადებას, არამედ ადამიანს, სწორედ აქ განსაკუთრებით გაუსვით ხაზი
ერთ ადამიანს, პიროვნებას, ინდივიდს, რომლის განუმეორებლობას თავისი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის თვალსაზრისით. ანუ ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ უბრალოდ ზოგად მიდგომებზე, აღარ ვსაუბრობთ უბრალოდ ზოგად პრინციპებზე. რა თქმა უნდა, ამას ვითვალისწინებთ, თუმცა ვცდილობთ ეს ცოდნა მოვარგოთ ერთ კონკრეტულ ადამიანს. რას ნიშნავს ზოგადი ხედვა, როდესაც ონკოლოგიურ პრობლემებს განვიხილავთ და რას ცვლის ჩვენი ხედვა ერთი ინდივიდის ჭრილში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ ადამიანზე, ერთი ადამიანის საჭიროებებზე და ამ საჭიროებებზე ონკოლოგიის აღქმას. პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის და კიდევ მადლობა, რომ ესეთი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აჟღერებთ. უამრავი ადამიანი არის, ვისაც ცოტა სხვანაირად წარმოუდგენია ონკოლოგია, ის რომ ეს არის ქრონიკული დაავადება და დღეს 21 საუკუნეში ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადება უკვე მართვადია, ეს უკვე შეეხება ბევრ ონკოლოგიურ ნოზოლოგიას. ბევრს გულისხმობდა ხას უსვამს იმ გარემოებას, რომ ეს ონკოლოგიაც არ არის ერთი დაავადება ან 10 დაავადება, აქ შესაძლებელია, რომ ამ ერთი, ასე ვთქვათ, ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ შესაძლოა რამოდენიმე ასეული დაავადებაც კი. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პაციენტს, თითოეულ ინდივიდს მიუდგეთ ერთ კომპლექსში, ინდივიდუალურად და კომპლექსი მას გულისხმობ, რომ აქ უმნიშვნელოვანესი არის, რომ ზუსტად ვიყოთ ინფორმირებული ამ პაციენტის შესახებ, ზუსტად ვიყოთ ინფორმირებული მისი საჭიროებების შესახებ და ეს არ არის მხოლოდ ექიმთან მომართვა ან ექიმიდან ექიმთან ვიზიტის პერიოდი. ეს არის მთლიანად მისი ცხოვრების პერიოდი. დაწყებული მისი დიაგნოზის მიღებით თუ მიუღებლობით დამთავრებული მთელი ამ გზით, რომელსაც ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობის პერიოდში გადიან და შემდგომ უკვე ერთ-ერთი უნიშნელოვანესი, რომ ისინი იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ და ცხოვრების სტილის შეცვლა იქნება თუ მორგება აი ამ დაავადებაზე. ამიტომ დღესდღეობით თვითონ მიდგომაც ონკოლოგიაში ნორმალურ წარმატებულ ქვეყნებში რადიკალურად შეიცვალა. სწორედ ამას ვცდილობთ, რომ დავნერგოთ და ეს რომ დღეს ამ გადაცემაში გაჟღერდება უმნიშვნელოვანესი არის. ცვლილება ყველაზე მეტად შეეხება იმას, თუ ძველად და მეც მოვესწარი იმ პერიოდს კარგა ხნის წინ, როდესაც ერთ დაავადებას ყველა პაციენტს მსგავსად ვკურნალობდით. საერთო სქემით. დღესდღეობით ეს შესაძლებელია ძალიან მრავალფეროვანი იყოს, მარტივად მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, თქვათ ფილტვის კიბო, რომელიც ნომერ პირველი მკვლელი დაავადებაა და ყველაზე სერიოზული პრობლემაა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, თუ ძველად ყველას ერთ და იგივენაირ ერთ მსგავსად ვკურნალობდით, იმიტომ რომ არსებობდა მხოლოდ ქიმიოთერაპია, 21 საუკუნეში მნიშვნელოვნად შეიცვალა ეს ყველაფერი და დღესდღეობით ყველა პაციენტთან ხდება სწორედ იმ ინდივიდუალური მკურნალობის დანერგვა, რასაც ქვია მოლეკულური მახასიათებლები. ანუ ერთი სიმსივნე, ერთი ორგანოსი შეიძლება იყოს ბიოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებული დაავადება. და ამაზე მიმდინარეობს დღესდღეობითაც ონკოლოგიის განვითარება, დაწყებული ნობელის პრემიის ლაურეატებიდან, რომელთაც გამოიგონეს და ახალი, ასე ვთქვათ, მედიკამენტები შემოიტანეს ონკოლოგიაში, დამთავრებული დღევანდელი ძალიან აქტუალური სამეცნიერო აღმოჩენებებით და მიღწევებით, რომელიც ფაქტიურად ყოველდღიური არის და ყოველდღე გებულობთ ახალ სიახლეებს, რომელიც არის ეგრეთ წოდებული game changing-ი, ანუ ის რაც შეუძლია რომ შეცვალოს მკურნალობის სტანდარტი. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ახსენეთ, როდესაც ბრძანეთ, რომ არსებობს საერთო დიაგნოზი, მაგრამ ამ დიაგნოზის აღქმა არის სრულიად განსხვავებული, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანზე ვსაუბრობთ. აი, როდესაც აი ამ განსხვავებებზე ვსაუბრობთ, ანუ რას ვითვალისწინებთ,
უბრალოდ დიაგნოზის შიგნით განსხვავებას თუ იმასაც, რომ განსხვავებული ადამიანები არიან ასაკის მიხედვით, სქესის მიხედვით, სხვა პრობლემების შესაბამისად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ადამიანს არა ერთი, არამედ რამდენიმე სამედიცინო პრობლემა აქვს და არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ონკოლოგიის ჭრილში განვიხილოთ, არსებობს სხვა მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, სხვა სისტემებთან დაკავშირებული, რაც გასათვალისწინებელია. ვითვალისწინებთ თუ არა ადამიანის, თქვათ, ყოველდღიურ ცხოვრების წესს, რამდენად აქტიურია, როგორია მისი ყოველდღიური რუტინა, რა პროფესიის ადამიანი. ანუ ინდივიდუალურ აღქმაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ყველა ამ ფაქტორს ვითვალისწინებთ, თუ მხოლოდ დიაგნოზზე ლაპარაკი არის მნიშვნელოვანი და სრულიად საკმარისია დიაგნოზი განვიხილოთ ინდივიდუალურ ჭრილში. ეს უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი რაღაცების გავითვალისწინოთ, რაზედაც შეიძლება დიდი ხნის წინ არ ვფიქრობდით. სადაც ახლა მუშაობ, ჰოსპიტალი არის რეფერალური ჰოსპიტალი და საქართველოს ყველა კუთხიდან ხდება პაციენტები, რომლებიც რეალურად საკმაოდ მძიმე არიან, თანხლები დაავადებებით, სხვადასხვა მათი ასე თქვათ ზოგადი სტატუსით და ასე შემდგომ. უმნიშვნელოვანესი არის, რომ შევაფასოთ პაციენტის არა მარტო დიაგნოზი, არამედ შევაფასოთ მისი თქვათ ზოგადი მდგომარეობა, თანხლები დაავადებები, რამდენად წამოვა ამ მკურნალობაზე, მისთვის რამდენად ადვილი იქნება ამის გადატანა. ძალიან მარტივ მაგალითი რო ვთქვათ, არსებობს თქვათ რაღაც პროტოკოლი მკურნალობის და არსებობს მეორე პროტოკოლი და აი ამის ერთ და იგივე აბსოლუტურად ერთნაირი გამოსავალი აქვს ორივე პროტოკოლს. თქვათ, ერთი არის რომელიც გულისხმობს ყოველკვირეულ მკურნალობებს და ინფუზიებს, მეორე არის რომელიც გულისხმობს თქვათ სამკვირაში ერთხელ და ხშირად ხო გაქვს ხოლმე ამაზე საუბარი, რომ რამდენად შორს ცხოვრობს ის ჰოსპიტალიდან, რამდენად არის მზად რომ მოვიდეს. მივხვდით, ხო ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას ძველად არ აქცევდნენ ყურადღებას, განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში უფრო წამოვიდა ამაზე, რომ პაციენტმა უფრო მეტი დრო გაატაროს სახლში, ვიდრე ჰოსპიტალში და თუ თქვათ მაგალითისათვის ყოველდღიურად ჰოსპიტალს მომართავდა პაციენტები, ეხლა ეგ არ არის. ეგ მომენტი არის ზუსტად, რომ უმნიშვნელოვანესი არის პაციენტის ცხოვრების ხარისხი, სიცოცხლის ხარისხი და რომ ის არ ჩამოშორდეს მის ყოველდღიურ საქმიანობას. ანუ ადაპტირებული იყოს ეს მიდგომა იმ ადამიანის ინტერესებთან. კი. ჩვენ გვექნება საშუალება ახლა საუბარი გავაგრძელოთ კიდევ ერთი თემის ჭრილში, რომელიც სწორედ ადამიანის ინტერესებზე, მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მის ინდივიდუალურ ტიპზე მორგებულ, თქვათ, მეთოდებს განსაკუთრებით გავსვამს ხაზს და ჩვენ კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდება სულ მოკლე ხანში. ვაგრძელებთ საუბარს და როგორც დაგვირდით, ჩვენ კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდა. მასაც იცნობთ თქვენ ძალიან კარგად ჩვენი გადაცემებიდან. იგი გახლავთ ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ქალბატონი თამარ კახნიაშვილი. თამნა დილამშვიდობის. მოგესალმებით და ძალიან მიხარია თქვენს გადაცემაში სტუმრობა. პირველი სტუმარი რო არ ვარ, ესეც მიხარია, რომ ახალ სტუდიაში პირველად ვარ და მიხარია ნამდვილად თქვენი სტუმრობა და მიხარია ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი საუბრების ციკლი, რომელიც ონკოფსიქოლოგიას გულისხმობს. გასაგებია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დაავადების მართვაზე, გასაგებია, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქრონიკულ დიაგნოზზე და ონკოლოგიას განვიხილავთ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ სწორედ ასეთი ქრონიკული პრობლემების მართვის პროცესში იქ სადაც გუნდად ყალიბდება ექიმი, პაციენტი, ოჯახი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქოემოციურ მდგომარეობას და იმ ამინდს, რომელიც ერთი ადამიანის ფსიქიკის შიგნით არის, ოჯახის შიგნით არის, მხარდამჭერი გარემოს შიგნით არის. რატომ არის ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არა ზოგადი წარმოდგენები? იმიტომ რომ ბატონი ვანო საუბრობდა ამის შესახებ, რას ცვლის ერთ ადამიანზე ინდივიდზე მორგებული ცოდნა. ფსიქოთერაპიის თვალსაზრისით იგივე ონკოფსიქოლოგიის ჭრილში, რას ცვლის ერთ ადამიანზე მორგებული ფსიქიატრის და ფსიქოლოგიის ცოდნა?
ასე იგი, ჩვენ ადამიანს განვიხილავთ ბიოფსიქოსოციალური მოდელის ჭრილში. ანუ ეს მიგვითითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ბიოლოგიაც, ფსიქოლოგიაც და სოციალური გარემოც თანაბარი მნიშვნელობის მატარებელია, როცა განსაკუთრებით დაავადებაზე ვსაუბრობთ. და განსაკუთრებით ისეთ დაავადებაზე, როგორც არის ონკოლოგიური პათოლოგია. იმიტომ რომ ეს არ არის ერთი დღის პრობლემა, ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობა. და აი ამ ხანგრძლივი მოგზაურობის ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის, ისე მისი ოჯახის მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, წეღან გისმენდით და გეთანხმებით. დაავადებებით, პროფესიებით, შეხედულებებით, ასაკით, სქესით და ოჯახური წარმომავლობით, ოჯახური მდგომარეობით. ეს ყველაფერი განაპირობებს თითოეული პაციენტის ინდივიდუალიზაციას. ანუ, როდესაც შენ იწყებ მუშაობას, პრინციპში პირველ ეტაპზე აგროვებ ინფორმაციას პაციენტის შესახებ სამივე კომპონენტის ჭრილში. და აი მაშინ შეგიძლია შენ შესაბამისი დახმარების გაწევა, როდესაც უკვე კარგად გაქვს მოგროვილი ეს ინფორმაცია. საიდან იწყებ მუშაობას, რა არის მისთვის პირველადი საჭიროება. ამიტომ თუ ჩვენ კარგად არ შევისწავლით პაციენტის საჭიროებებს, ესე მის მდგომარეობას მუშაობას ვერ დაიწყებ და არც გექნება კარგი შედეგი. თამნა ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან მივედით, როდესაც თქვენ დეტალურად აგროვებთ ჯერ ინფორმაციას. ჯერ სწავლობთ ადამიანის შესახებ ინფორმაციას და თავად ამ ადამიანს იმისთვის, რომ მოუძებნოთ მერე გასახმები. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთ დროს გააზრება იმისა, რა არის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე და შეიძლება ეს პრინციპები სულაც არ იყოს ვარგისი ამ ადამიანისთვის. ქონიათ ასეთი სიტუაცია, როდესაც არსებობს გარკვეული მოსაზრებები, არსებობს ჩამოყალიბებული მიდგომა, მაგალითად, როგორ უნდა მართოთ აი ასეთი სიტუაცია ფსიქოთერაპიის ჭრილში. მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანზე არ მუშაობს ეს და თქვენ გჭირდებათ რაღაც განსხვავებული გზის მოძებნა. კი, რა თქმა უნდა და არაერთი ესეთი შემთხვევა მქონია ჩემი პრაქტიკის მანძილზე. სწორედ იმ სპეციფიკებიდან გამომდინარე, რაც აი აქამდე ჩამოვთვალეთ. ხო, როგორია მისი სოციალური გარემო, რამდენად მოწყვლადია ის ამ მიმართულებით, როგორი არის მისი ბიოგრაფია, რამდენად მოახერხა და მოახერხა საკუთარი თავის რეალიზაცია ცხოვრებაში. ანუ ყველა დეტალი გარდა იმისა, რომ აქვს დეპრესია თუ არ აქვს დეპრესია, ეს დეპრესიები სწორედ ინდივიდუალურ ჭრილში განიხილება აი ამ სხვადასხვა კომპონენტების მხრიდან. და ფსიქოთერაპიის შერჩევაც, მედიკამენტოზური მკურნალობის შერჩევაც ძალიან ბევრ სპეციფიურ ფაქტორს უკავშირდება და ეს არ არის რომ ექიმო დაამინიშნე ანტიდეპრესანტი, ესეთებიც მქონია რომ სატელეფონო კონსულტაციით სურთ რომ დავნიშნო რაღაცა მედიკამენტი კონკრეტული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სწორედ იმ კომპონენტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში კარგად როგორც ცხოვრების, სიცოცხლის, დაავადების ანამნეზის შეკრება და მერე მუშაობის დაწყება. ბატონ მანუს უნდა დაუბრუნდე, მან შესავალში ახსენა ძალიან საინტერესო ფრაზა. მან თქვა, რომ დიაგნოზი ერთია, მაგრამ რა კი სხვადასხვა ადამიანზე ვსაუბრობთ, პრაქტიკულად სხვადასხვა დაავადებაზე ვსაუბრობთ მოლეკულურ დონეზე. და თანამედროვე მედიცინა სწორედ აი ამ ამოცანებს ეჭიდება, როდესაც მოლეკულურ დონეზე არა უბრალოდ სწავლობს პროცესებს, არამედ პროცესების მართვასაც ცდილობს აი ასეთი ნატიფი მექანიზმების გააზრებისას. და საზოგადოებაში არის ასეთი ფრაზები, რომ რაღაცა მოლეკულური კვლევა, რაღაცა გენეტიკური კვლევა, სრულიად გაუგებარი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანებისათვის ონკოლოგიური დიაგნოზი მაქვს, მაგალითად, რომელიღაცა კონკრეტულ ორგანოსთან დაკავშირებული, ამ დროს ექიმები თვლიან, რომ ჯერ გენეტიკური კვლევა უნდა ჩავიტაროთ და ხშირად გაუგებარია ხოლმე ეს ჯაჭვი, რომელიც უნებურად შეკრულია, იმიტომ რომ კითხვებზე გაეცეს პასუხი. კი. ეგ არის ზუსტად თანამედროვე ონკოლოგიის ყველაზე დიდი წინსვლა და აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ დაავადების მართვის პერსპექტივები და შესაძლებლობები და შედეგები.
ეს არის ძალიან მარტივად რო აუხსნათ ერთ და იგივე სიმსივნე, მაგალითად ეს არ აქვს მნიშვნელობა, თქვა ძუძუ იქნება თუ ნაწლავი თუ ფილტვი, ნებისმიერი არის მარტივი ასახსნელი, რომ ერთ და იგივე ჰისტოლოგია, ანუ ერთ და იგივე ასე თქვა პასუხი, რომ ეს არის ავთისებიანი სიმსივნე, ანუ კიბო, შესაძლებელია რომ უკვე ჩაიშალოს და ასე თქვა ამ დაავადებაში მოხდეს მოლეკულური კვლევა და გამოვლინდეს თუ რომელი, მოდი დავარქვათ მარტივად, რომელი ფერი არის. თქვა თუ ყვითელი არის, იმიტომ რომ რატო აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ თითოეულ ფერზე არის სხვადასხვა მედიკამენტი. თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი 100-დან 100 ერთ და იგივე მკურნალობა ქონდა რამოდენიმე წლის წინ, დღესდღეობით 100-დან შეიძლება 100-ვე სხვადასხვანაირი მკურნალობა. თავისი ფერის შესაბამისად. თავისი ფერის შესაბამისად, თქვა ყვითელი იმუნოთერაპია მწვანე იქნება, ქიმიოიმუნოს კომბინაცია ლურჯი იქნება, თქვა ტარგეტული თერაპია, ანუ ტაბლეტირებული ფორმა და შესაბამისად იმდენად დახვეწილი არის ეს და თან გვაქვს უამრავი ადამიანის მაგალითი და უამრავი მტკიცებულებითი კვლევა, რომ ესენი ძალიან კარგად მუშაობს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგს. ამიტომ ეს მოლეკულური კვლევა არის ის, რომ გავარკვიოთ თუ ზუსტად რომელი ფერი არის, ზუსტად გასაღების და ბოქლომის პრინციპი. გვაქვს გასაღები, გვაქვს ბოქლომი ძალიან ბევრი და უნდა მოვარგოთ კონკრეტული გასაღები, კონკრეტულ ბოქლომს, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი. ქალბატონმა თამარმა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც ეს იყო ნიშანდობლივი. ალბათ ძალიან ბევრს მოხვდა არა მარტო ყურში, არამედ გულზეც. მან ბრძანა ძალიან მნიშვნელოვანიაო კვლევის მომენტში და გამოკითხვის მომენტში გაარკვიო, რამდენად რეალიზებული იყო ადამიანი, ანუ როგორ გაიარა ცხოვრება. და მან პრაქტიკულად იმ ქვაკუთხედთან მიგვიყვანა ამ ფრაზით, რომელიც გააზრებაც არის გადამწყვეტი. ეს ცვლის ადამიანის მაგალითად მიმღებლობას დიაგნოზის მიმართ, ან რამდენად დეპრესიული იქნება დიაგნოზთან მიმართებაში, ონკოლოგიური დიაგნოზი, განვლილი ცხოვრება, რეალიზებული ოცნებები, განხორციელებული ჩანაფიქრები, ბედნიერების ხარისხი, რომლითაც ამ მომენტამდე მოვიდა ადამიანი. ეს ერთმანეთთან ურთიერთშეხამებით ცვლის მერე მოვლენების განვითარებას, თამარ? ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ანუ ადამიანის ფსიქოტიპი, ქცევის მოდელი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყენებდა და შეიძლება ხშირად არასწორი იყო, მივყავართ ხოლმე უკვე დიაგნოზებამდე. და იმ შემთხვევაში, როდესაც წარსულში პაციენტს ესმება დეპრესიის დიაგნოზი, არის ძალიან მაღალი ალბათობა იმის, რომ უბრალოდ როდესაც დაისმება ამასთან ერთად ონკოლოგიის დიაგნოზი, იმის ალბათობა, რომ პაციენტის მკურნალობის პროცესი შეფერხებებით წარიმართება, ბევრად მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ასე ვთქვათ, სრუგთა ფსიქოემოციური ფურცლით მიდის ონკოლოგიის. ანუ ზარალდება ეს გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს მაგალითად ბატონი ვანა პაციენტთან მიმართებით. კი, და მკურნალობის პროცესი მეტად შეფერხებულია და ამისი სტატისტიკური საკმაოდ ესეთი და პირიქით გვაქვს მონაცემები, რომ პირიქით ეხმარება ეს. როდესაც ადამიანს აქვს კარგი გამკლავების სტრატეგიები, ბევრად უკეთესი არის მკურნალობის შედეგები, თუნდაც ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების გადატანის პროცესი, თუნდაც ქირურგიის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი. და ეს ერთეული შემთხვევები არ არის, ეს არის უკვე კლინიკურად დადასტურებული ფაქტები და ამაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით კვლევები არის ჩატარებული, ობსერვაციულიც და ან დაკვირვებით. ხო, დაკვირვებითი კვლევები და საკმაოდ დიდი მასალა დევს ამის შესახებ ხელმისაწვდომი ონკოფსიქოლოგიის ჭრილში. და ამიტომ იმას თუ როგორ ვარ მე მიჩვეული მოქმედებას, რა სტრატეგიები მაქვს ცხოვრებაში არჩეული, რა მოდალობის პრინციპით ვმუშაობ, ეს უფრო ფსიქოთერაპია შეეხება მერე.
ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ფსიქოემოციური სტაბილურობისთვის. და ჩვენი ფსიქოემოციური სტაბილურობა შემდეგ უკვე განაპირობებს სომატურ ჯანმრთელობასაც, ანუ რამდენად მოწყვლადი ვიქნები მე სხვადასხვა დაავადებების მიმართ. და მათ შორის იმასაც თუ რამდენად ეფექტიანად გავუმკლავდები ექიმთან, ოჯახთან ერთად აი ამ საერთო გუნდში იმ ამოცანას, რომელიც მაქვს. თქვენ საუბრობდით ფერების მიხედვით, როგორ შეიძლება ცალკეულმა სიტუაციამ მოითხოვოს სხვადასხვა მეთოდი. და ძალიან მარტივად და გასაგებად, ადვილად აღქმად მოდელის მეშვეობით თქვენ მე ვფიქრობ, კარგად დაანახეთ მაყურებელს, რომ ყველა ფერის მიხედვით შერჩეული მკურნალობა, უბრალოდ ცალ-ცალკე სხვადასხვა ფერის მიხედვით შერჩეული მკურნალობა აღმოჩნდება თანამედროვე მონაცემების მიხედვით ბევრად უფრო ეფექტიანი. ერთ კონკრეტულ მეთოდზე უნდა კითხოთ, რომელზედაც ასევე ბევრი კითხვა აქვს მაყურებელს, ეს არის იმუნოთერაპია. და თანამედროვე ონკოლოგიისთვის ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც მას აქვს ხელთ. რამდენად გულისხმობს ეს ერთ ადამიანთან დაკავშირებულ მიდგომას, რამდენად ინდივიდუალიზებულია, რამდენად პერსონალიზებულია იმუნოთერაპია დღეს? რა თქმა უნდა, პერსონალიზებულია, იმიტომ რომ არსებობს რაღაც ბიომარკერები, ასე ვთქვათ, ის ანალიზები, მოდი მადვილად გასაგები რო იყოს, რომელიც განაპირობებს თუ რამდენად ეფექტური იქნება იმუნოთერაპია. რა თქმა უნდა, მედიცინაში და მით უმეტეს ონკოლოგიაში 100% არაფერი არ არსებობს, მაგრამ იმუნოთერაპია მარტივად რო ავხსნათ, ეს არის სპეციალურად მედიკამენტების შევყავს ორგანიზმში, ანუ ეს არის ასე ვთქვათ, მედიკამენტების წამლების ჯგუფი, რომელიც აძლიერებს თითოეულ ჩვენ ადამიანს გვაქვს ასე ვთქვათ მებრძოლი უჯრედები, ლიმფოციტები და სწორედ ამ ლიმფოციტებს აძლიერებს, რომ თვითონ ორგანიზმმა აღმოაჩინოს სიმსივნური უჯრედები, რისი პრობლემებიც არის ყველა შემთხვევაში და მოხდეს თვით ორგანიზმში იმუნური სისტემის ესეთი გაძლიერება, რომ მოხდეს ამ ონკოლოგიური უჯრედების განადგურება. ანუ მედიკამენტი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აღმოაჩენიებს უცხო, ეგრეთ წოდებულ ონკოლოგიურ უჯრედს. ამაში მიიღეს სწორედ ნობელის პრემია გამოჩენილმა იაპონელმა და ამერიკელმა მეცნიერმა და ამან მნიშვნელოვნად შეცვალა, იმიტომ რომ არსებობს რაღაც ჯგუფი პაციენტების, რომლებსაც ფანტასტიკური შედეგები აქვს ამ იმუნოთერაპიის. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამას მიმართებთ სხვადასხვა საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში თუ ისე და ვხედავთ, რომ უამრავი პაციენტია, რომლებსაც აი წარმოუდგენლად დაუჯერებელი შედეგები არის. შედეგს იმას გულისხმობ, რომ უმძიმესი პაციენტი, რომელიც სრულად განიკურნა. ნუ განიკურნა ცოტა ისეთი უხეში ნათქვამია, მაგრამ დაავადების გარეშეა. რომელიც 7 ფაზა დადგა მის ცხოვრებაში. ასე ვთქვათ, პაციენტი, რომელიც უმძიმესი შემოიყვანეს კლინიკაში და დიდი ხანგრძლივი წლები გავიდა და ის ცოცხალია, აქტიური არის, მუშაობს და ასე შემდგომ. ამიტომ ეს მიეცა მილიონობით ადამიანის შანსი მთელ მსოფლიოში და საქართველოში კიდე ძალიან ბევრს, რომ მიიღოს ეს თანამედროვე მკურნალობა, რომელიც კიდევ უფრო დამატებით სიკეთე მოაქვს პაციენტისთვის. ასევე მინდა რომ ხაზი გაუსვა, ეს არ არის ის, რომ ყველა პაციენტს იმუნოთერაპია და ყველასთან შედეგი იქნება. რა თქმა უნდა, არ არსებობს ეგეთი არც კვლევა და არ არსებობს ეგეთი არანაირი მტკიცებულება, მაგრამ იმუნოთერაპიამ გააუმჯობესა. და ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა დიდი შესაძლებლობა. ასე ვთქვათ, განკურნების შანსი, ნუ განკურნება კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ქრონიკული დაავადება, დაავადების ხანგრძლივი მართვის შანსი. და თამართან ერთად მინდა დავასრულო დღევანდელი ჩვენი საუბარი. თქვენ ბრძანებდით, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის გზა, რომლითაც ის მივიდა ამ მომენტამდე, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მაგალითად მოდელები, როგორ უდგება სხვადასხვა სიტუაციაში რთული პრობლემების გადაჭრას და საერთოდ როგორია მისი ფსიქოტიპი, როგორია მისი ინდივიდუალური თავისებურება. თუმცა ყველაზე რთული მაინც ასეთ სიტუაციაში ალბათ არის იმ ადამიანებთან მუშაობა და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც არ შეუძლია მარტივად მოახერხოს მობილიზაცია. არ შეუძლია პოზიტიურ ჭრილში აღიქვას ნებისმიერი სირთულე
და ადამიანები, რომლებიც ჭიქას არა ნახევრად სავსეს, არამედ ნახევრად ცარიელს ხედავენ. აი ასეთი ადამიანებისათვის სად არის, თქვათ, ოჯახის როლი და ახლო გარემოცვის როლი? რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისათვის ადრეულ ეტაპზე, მაგალითად, ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა? ძალიან კარგი აქცენტებია, დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენი მთავარი ფუნქცია, ანუ ონკოფსიქოლოგის მთავარი ფუნქცია ეს არის, რომ ადამიანის გვერდით აღმოჩნდეთ ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტირების მომენტშივე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ონკოლოგიური პაციენტების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სკრინინგი. ძალიან მარტივი ხელსაწყო გვაქვს ამისთვის. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ანუ პაციენტს ერთად უნდა განვიხილავდეთ და ზოგიერთ კლინიკაში ეს შესაძლებელია. და როდესაც ჩვენ ხვდებით, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით მოწყვლად პაციენტს, თქვენ სწორად ბრძანეთ, ოჯახის ჩართულობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ოჯახში არ იძებნება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ეს კიდევ სერიოზულ პრობლემას ქმნის და პირველ რიგში უნდა გავერკვეთ სიტუაციაში, სად არის ეს მხარდამჭერი, ვინ არის. შეიძლება ოჯახის წევრი არა და მეგობარი იყოს მხარდამჭერი. და ის ხდება თქვენი დასაყრდენი გარკვეულწილად? ის ხდება ფსიქოთერაპევტის დასაყრდენი მუშაობის პროცესში, კი ბატონო. და თუ ოჯახის წევრების ჩართულობას მოიცავს ფსიქოთერაპიის პროცესი, რაც არც ისე ხშირად არის ხოლმე შესაძლებელი და მისაღწევი, შედეგები ბევრად უკეთესია და პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება და უფრო დამყოლი ხდება თვითონ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის პროცესისთვისაც. უფრო კარგი შედეგები მიიღწევათ, კარგ შედეგებზე გავდივართ. და მკურნალობაც ადვილად გადააქვს. დიახ. ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ასევე რომ ახსნა ალბათომა თამარმა ძალიან კარგად, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ანარეკლი ფსიქოთერაპიის და მე ვფიქრობ, მაყურებელზე ამან იქონია თავისი შთაბეჭდილება და თავის კვალს დატოვებს დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა კოლეგებო ჩვენთან სტუმრობისთვის და თანამშრომლობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი თამარ კახნიაშვილი და ონკოლოგი პროფესორი ბატონი ვანო კილაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება, თუმცა ვიდრე შუქნიშანი დაიწყება, აუცილებლად გეტყვით დღევანდელი საუბრის მერე, ალბათ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გათით უკაცებულებს ნებისმიერ დიაგნოზთან გამკლავება გვიჭირს და უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სახის მხარდაჭერას, იქნება ეს მეგობრის, მეზობლის, ნათესავის თუ უპირველეს ყოვლისა ოჯახის ცხადია თანამშრომლობით პროფესიონალებთან. მოკლედ წინ კვებით შუქნიშანი გვაქვს. როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენი სათქმელი არის ზოგად პრინციპებზე აგებული. ჩვენი სათქმელი არის მტკიცებითი მედიცინის მონაცემები ახლა, მოცემულ მომენტში. და ძალიან ადვილად შესაძლებელია სულ მოკლე ხანში გაჩნდეს ახალი კვლევები, ახალი მტკიცებულებები და ჩვენ შესაბამისად ახალ ინფორმაციას გაგიზიარებთ. მაგრამ ახლა, როდესაც გადაცემაში მე გესაუბრები კონკრეტულ საკითხზე, გესაუბრებით იმ მონაცემების, იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც უკვე გვაქვს და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ონკოლოგიური დიაგნოზის თავიდან ასაცილებლად და ონკოლოგიური პრობლემების მართვისას. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სათქმელი გავყოთ ზოგად და კერძო ნაწილად. თქვათ ის, რაც ყველას შეეხება და თქვათ ის, რაც ჩვენზე მორგებული უნდა იყოს. თუ ჩვენ საუბრობთ ზოგად პრინციპებზე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოვრების წესის ფაქტორების მოუწესრიგებლობა ქმნის რისკს იმისა, რომ ადამიანს გაეზარდოს ონკოლოგიური დაავადებების რისკი. დიახ, ჩვენ საუბრობთ ცხოვრების წესის იმ ფაქტორებზე, რომელთა შორის გასათვალისწინებელია კვებაც, ფიზიკური აქტივობაც, ძილიც, სტრესის მართვაც, მავნეჩვევების ქონა არ ქონაც, სქესობრივი ცხოვრებაც, განათლების ხარვეზით და ჰიგიენის ხარვეზით. ყველა მათგანს შეუძლია შექმნას ნოყიერი ნიადაგი ონკოლოგიური დაავადების განვითარებისათვის. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე,
სამწუხაროდ ყოველთვის ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. არ გვაქვს სათანადო მტკიცებულებები, თუმცა ტვირთზე ნამდვილად საუბრობთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის მიერ მოხმარებულ ნივთიერებებზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად კვებაში დაშვებულ შეცდომებზე. რა თქმა უნდა, ზოგადი ჯანმრთელობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია წყლის ადეკვატური მოხმარება ყოველდღიურად. მაგრამ მისი არარსებობა, აი ასეთი რუტინის არარსებობა არის მტკიცებულება იმისა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზი განვითარდება? არა, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ვიცით, რომ მაგალითად ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობისათვის ორგანიზმის ზოგადი წონასწორობისთვის აუცილებელია წყლის ადეკვატური მოხმარება. მაგალითად, ალკოჰოლის არარაციონალური მოხმარება ზრდის ზოგიერთი სისტემის ონკოლოგიურ რისკს. დიახ, ზრდის. მაგრამ იმის მტკიცება, რომ ნებისმიერი ონკოლოგიური დიაგნოზი განპირობებულია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ბევრ საუბრობთ, რატომ შეიძლება იყოს ადამიანებისათვის ტვირთი ყოველდღიურად შაქრის გადაჭარბებული მოხმარება. რატომ შეიძლება იყოს ტვირთი ტრანსცხიმების მოხმარება. ზრდის ტრანსცხიმები მაგალითად ონკოლოგიური დაავადების რისკს დიახ უდავოდ ზრდის. აქ ხელშემწყობი როლი შაქარმა შეიძლება შეასრულოს თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ანთებითი პროცესების განვითარებას. მაგრამ ამის გამო ნახშირწყალი არის მტერი და ნახშირწყალი არის კიბოს მიზეზი, ვამტკიცოთ, სრულიად გაუმართლებელი და არასწორია, ისევე როგორც ვამტკიცოთ, რომ ნებისმიერი სახის ცხიმი არის მტერი ჩვენი ორგანიზმისთვის და კიბოს გამომწვევი მიზეზი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ზოგად რისკებზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ასევე ზოგადი კვების მოდელები. და აი ამ ზოგად კვების მოდელებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რაც არის ჩემს ზურგს უკან. მე ყოველთვის სიამაყით საუბრობ იმ შუქნიშანზე, რომელიც ჩვენს გადაცემას საკვები პროდუქტების სახით აქვს. და აქ გასათვალისწინებელია ამ პროდუქტებში დაშიფრული ანთების საწინააღმდეგო და დაჟანგვის საწინააღმდეგო, ანუ ანტიოქსიდანტური ეფექტი. თუ კვების კონკრეტულ მოდელებს შევხედავთ, აქაც შეიძლება ჩვენ გავითვალისწინოთ გადაადგილება, აზროვნება, მიდგომა ზოგადიდან კერძოსკენ. და როგორ შეიძლება საერთო ცოდნა ერთი ადამიანის საჭიროებას მოერგოს. დავიწყებ იქიდან, საიდანაც დაიწყო კვების პირამიდების ჩამოყალიბება და ერთ-ერთი ყველაზე წყობრი სისტემა და ყველაზე გამოკვეთილი პირამიდული წყობა საკვები ჯგუფებისა და მასში გათვალისწინებული საკვები ნივთიერებებისა, ეს იყო 1992 წლიდან, როდესაც აი ამ ტიპის კვების პირამიდა გამოჩნდა. და მას შემდეგ ძალიან ხშირად იყო საუბარი იმაზე, რამდენად გამოდგება ეს თითოეული ადამიანისათვის. ამიტომ გაჩნდა უკვე 2005 წლის კვების პირამიდა, სადაც არა უბრალოდ საკვებ ჯგუფებზე იყო საუბარი, არა უბრალოდ საფეხურებრივ გადანაწილებაზე საკვების მოხმარებისა, არამედ ფიზიკურ აქტივობაზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. თუმცა ეს მაინც დარჩა ზოგადი პირამიდა, ზოგადი საჭიროებების გათვალისწინებით. და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, რამხელა გზა დაჭირდა მედიცინას, რომ გაევლო 2005 წლიდან 2011 წლამდე. სწორედ 2011 წელს გაჩნდა ჩემი თებში პრინციპი, რომელიც 2011 წელსვე ქართულად თარგმნილი და ადაპტირებული გაჩნდა ჩვენს გადაცემაში და ჩვენს საზოგადოებაში, იმიტომ რომ პირველივე დღიდანვე მე მუშაობდი ამ საკითხზე და თქვენ გიზიარებდით ინფორმაციას. 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტები ჩემს თებშზე, ანუ ჩემს საჭიროებებზე მორგებული. ასე ქვია ამ რეკომენდაციებს და საერთო ცოდნა, რომელიც დააგროვა მედიცინამ, აი ამ თებში, ერთი ადამიანისთვის განკუთვნილ თებში ჩაატია. უფრო მეტიც, ჰარვარდის სკოლამ კიდევ უფრო შეავსო, კიდევ უფრო დახვეწა ეს რეკომენდაციები და არა უბრალოდ თებში წარმოადგინა, არამედ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია წყლის მოხმარებას, განსაკუთრებით გაგვაფრთხილა სწორად შერჩევა რამდენად მნიშვნელოვანია ცხიმებისა და ფიზიკური აქტივობა კვებასთან რამდენად მჭიდრო კავშირშია. და ონკოლოგიური რისკების თვალსაზრისით ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. იმიტომ რომ გაჩნდა ინდივიდუალური საჭიროებები, რომელიც ერთ თებშზე მხოლოდ არ დაეტია უკვე ცნობილი პრინციპების გათვალისწინებით და ასე გაჩნდა ახალი ამერიკული თებში, რომელიც ემსახურება ონკოლოგიური დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების თავიდანაცილება, სადაც ცალსახად არის ნათქვამი. ისე უნდა ავარჩიოთ ჩვენი ყოველდღიური რაციონი და ავაწყოთ ჩვენი ყოველდღიური თებში, რომ
1/3-ზე მეტი არ იყოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მოხმარება და 2/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს მცენარეული წარმოშობის პროდუქტების მოხმარება, მათ შორის მცენარეული ცილა იგულისხმება. მოკლედ, ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ერთი შეხედვით ზოგადი ცოდნიდან მოდის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგები წარმოვიდგინოთ და ჩემი თეფშის მასშტაბით, ჩემს საჭიროებებზე მორგებული მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩემი სიცოცხლისთვის, ჩემი ცხოვრების ხარისხისთვის, როგორც მოკლევადიან, ასე გრძელვადიან პერსპექტივაში. მე ამ სიტყვებით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.